ანუ ეხლა ვამზადებ თველისათვის რა, ამ ქვევრებს უკვე გარეცხილია. ერთი ხოდ მოხდება ჩარეცხვა და თლიანი იაკო პიტარიშვილი უკვე 11 წელია ღვინოს საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნით აყენებს. ამბობს, რომ მისი მეურნეობა პატარაა, თუმცა ღვინო ნატურალური. საქმის სიყვარული თითოეულ ქართველშია ალბათ, მაგრამ ზოგადად მე მინდოდა რომ რაღაცა ახალი მიმართულებით წავსულიყავი, მაშინ ეს სიახლე იყო, ეს საუბარია ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობაზე, საუბარია ბიოპროდუქციაზე, რომელიც მაშინ სიახლე იყო ჩვენ ბაზარზე და ვფიქრობდი, რომ ეს მიმართულება უფრო იმუშავებდა მარკეტინგული თვალსაზრისით. ხარისხიდან გამომდინარე, იაგოს ღვინის ფესტივალზე მონაწილეობა არაერთხელ აქვს მიღებული. ფესტივალზე მის დახთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. მასშტაბებიდან გამომდინარე, ღვინო საკუთარი ხელით ასხამს. მიღებთ ჩვენ ახალ ბოთლს, აი ამ საშუალებით შიგნით ირეცხება, ანუ ეს სადაც ახალი ბოთლია, მაგრამ შიგნით მაინც დეზინფექციას უკეთებთ. მე უკვე ეს მიდის და ხდება ჩამოსხმა ამ აპარატის მეშვეობით. ჩამოისხმება და შემდეგ უკვე და ესეთი სახით ტირაჟდება და მე ბოთლებში ცვლდება კიდე ცოტა ხანი. ამბობთ ხომ ეს ღვინო იბადება, ვითარდება და კვდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ასე ვთქვათ რომ დადუღდება და შევინახოთ პირველ დაძველებას გავა აქ დაყოვნებას 6 თვის განმავლობაში, შემდეგ იქ დაახლოებით 5-6 თვე, თუ მეტი იქნება უკეთესი, დაახლოებით 2 წელი არის ოპტიმალურად პირადად ჩემი ყურძნის ჯიშისთვის, ჩინურისთვის. სწორედ მაღალი ხარისხია მთავარი მიზეზი, რის გამოც იაკოს ღვინო ევროპულ ბაზარზე უკვე არაერთი წელია გადის. თავდაპირველად იყო იტალია, შემდეგ მას საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც დაემატა. ექსპორტი დავიწყეთ 2006 წლიდან, ეს მოხდა პირველად 2006 წელს და პირველად ეს მოხდა იტალიაში და მას შემდეგ ყოველწლიურად ვაგზავნეთ ამ ქვეყანაში. აიდან ძალიან ცოტა გვაქვს მოთხოვნა დიდია. ასე ვაბალანსებთ, რომ ყველა ქვეყანაში სტაბილურად მივაწოდოთ. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იაგოს ევროკავშირის ბაზარზე ღვინო პირველად გააქვს. ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა გაამარტივა, ასევე შემცირდა ხარჯებიც. ეს აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას ნებისმიერი არა მარტო ჩვენი პროდუქციის, არამედ პოტენციურად სხვა პროდუქციის ექსპორტის დასახალისებლად ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენი პარტნიორებისათვის, ჩვენი იმპორტიორებისათვის ევროკავშირში, რომლებიც იღებენ ამ ღვინოს და მერე ყიდიან ამ ღვინოს იქ შიდა ბაზარზე, მათთვის შეგაცილებით უფრო იაფი იქნება, იმიტომ რომ ეს რამდენადაც ვიცით ეს საბაჟო პროცედურები გაცილებით უფრო იაფი დაუჯდებათ მათ ტრანსპორტირების დროს, ვიდრე აქამდე უჯდებოდათ და რა თქმა უნდა ეს აუცილებლად აისახება ბაზარზე. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენი სიუჟეტის გმირის თქმით, თუ წარმოება წესების დაცვით ხორციელდება, შესაბამისი სერტიფიკატის აღება პრობლემა არ არის. თუმცა ადამიანი და ნებისმიერი საქმიანობას სერიოზულად უდგება, უყვარს ეს საქმე და თავის თავზე უფრო მეც მუშაობს, არა იმიტომ რომ ვინმე შეამოწმოს და მე ასე ვთქვათ მაგიტო აკეთებს ამ ყველებს, არამედ თვითონ თulis რომ ამ პროდუქციას საჭიროა რომ მაღალი ხარისხი იყოს. მაღალი ხარისხი გულისხმობა იგივე ჰიგიენური ნორმებიც, პროდუქციის ხარისხი და ასე შემდეგ. პროცედურა არის შემდეგი რომ მიგვაქვს ეს ღვინის ნიმუშები ლაბორატორიაში, სადაც მოწმდება შესაბამის კომპონენტებზე, გააჩნია რომელ ქვეყანაში მიდის. ანალიზების საფუძველზე უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტრო იძლევა შესაბამის სერტიფიკატს, რომელიც ესაც საკმაოდ გამარტივებული სახით არის, თუ არ გვეჩქარება 3 დღის განმავლობაში არის აბსოლუტურად უფასო, თუ დაჩქარებული წესით გვინდა, ესაც შესაძლებელია. იაგო ევროკავშირის ბაზრის დადებით მხარეებსა და იმ პრივილეგიებზეც გვესაუბრა, რომელსაც ევროპა ქართულ პროდუქციას აძლევს. მისი თქმით, ქვეყნის გარეთ კონკურენციის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ ბაზარზე გაყიდვა და ამ ბაზარზე მოხვედრა ნიშნავს ის, რომ აწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას. ეს უკვე ნიშნავს ქვეყნის განვითარებას. რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო მეტი სერიოზული ქარხანა იქნება და მით უფრო მეტი შემოსავალი იქნება ქვეყანას, მეტი ადამიანი დასაქმდება და მეტად მიუახლოვდებით იმ ცივილიზაციას, იმ ცივილიზებულ სამყაროს, რომელსაც ევროპა ქვია.
იაგო ბიტარიშვილს ღვინო ევროპაში წელიწადში ერთხელ გააქვს, თუმცა წელს მოთხოვნილებიდან გამომდინარე გამონაკლისი დაუშვა. საექსპორტო ღვინო სულ 240 ბოთლში ადგენს. მეღვიდე იმედოვნებს, რომ იმპორტიორი ქვეყნების რაოდენობასთან ერთად საექსპორტო ნაწარმის გაზრდასაც შეძლებს.